37 წლის მამაკაცის დაჭრაში ბრალდებულ ახალციხელ პიროვნებას რაიონულმა სასამართლომ გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით 4000 ლარის ოდენობით შეუფარდა. მას თანხის გადასახდელად 48 საათი აქვს. გირაოს გადახდის შემთხვევაში იგი საპატიმროდან დაუყოვნებლივ გათავისუფლდება. მიუხედავად ამისა, ბრალდებული თავს უდანაშაულოდ ცნობს. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ შუამდგომლობა დააყენა, რომლის მიხედვითაც ბრალდებული გამოძიებასთან გირაოს გარეშეც ითანამშრომლებდა, თუმცა მოსამართლემ ადვოკატის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. შეგახსენებთ, რომ 20 წლის ახალგაზრდამ სიტყვიერი შელაპარაკებისას ადგილობრივი მკვიდრი დაჭრა მას მუცლისა და გულმკერდის არეში მრავლობითი ჭრილობა აქვს მიყენებული. მამაკაცის დაჭრაში ბრალდებული სამართალდამცავმა შემთხვევიდან დაახლოებით 15 წუთში დააკავეს. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118 მუხლით წარედგინა, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს, თუმცა ადვოკატი ირაკლი ბარწიმაძე განმარტავს, რომ დაზარალებულის მსუბუქი მდგომარეობის გამო მუხლი გადაკვალიფიცირდა და გამოძიება 120 მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. შემდეგი სასამართლო პროცესი 15 სექტემბერს ჩაინიშნა. დანაშაულის პრეზუმპციიდან გამომდინარე, ჩვენ ვერ მივიჩნევთ დამნაშავედ პიროვნებას, სანამ არ დადგინდება, რომ ნამდვილად მან მიაყენა 12 დაზიანება თუ ერთი თუ რამდენი თქვა ბრალდებულს. ამიტომ ამის გათვალისწინებით კი არ უნდა ემიჯერა სასამართლოს, უნდა ემიჯერა იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ ერთწლამდე დანაშაულია და ერთწლამდე დანაშაულზე ჩვეულებრივად გამოიყენება გაუსრულობის შესახებ ხელწერილი. ამასთან ჩვენ შევთავაზეთ სასამართლოს სხვა ღონისძიებებით, თქვა პოლიციაში გამოცხადება, იგივე პირადობის ჩაბარება, რითაც აღკვეთის ღონისძიება იქნებოდა უზრუნველყოფილი.